კარგით, დავიწყოთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის. დღეს ჩვენი მეორე შეხვედრა გვაქვს, სალონური შეხვედრების და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინ შეხვედრაზე ანაუნსმენტი გავაკეთეთ, რომ უნდა შეხვედრილიყავით დეკემბრის თვეში, ისე მოხდა, რომ ისეთი დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ჩვენ შეხვედრას და სურვილი, რომ სასწრაფო წესით ჩავნიშნეთ დღევანდელი შეხვედრა და ნატალია, რომელიც არის ამ შეხვედრის ინიციატორი, მე მოხარული ვარ, რომ დღეს ისევ ჩვენ აქ შევიკრიბეთ და რიგით მეორე სალონური შეხვედრის პროექტის მონაწილეები ვართ. დიდი ერთხელ წავდგებით თქვენს წინაშე, მე ვარ ნანუკა თევზაძე. ამერიკაში ვცხოვრობ 5 წელია. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სივრცეში, სადაც ეს არის ჩემი სამსახურის ოფისი და ჩემი სამსახური, რომელიც არის Guardian Life-ის სააგენტო Forest Hill Financial Group-ი. გვაქვს აი ეს საშუალება, რომ ჩვენი სალონური შეხვედრები გავმართოთ აქ, შევხვდეთ და მივიღოთ უდიდესი სიამოვნება, როგორც ერთმანეთთან ურთიერთობით, ასევე შევიტყოთ უამრავი ახალი საინტერესო თემის გარშემო ინფორმაცია. ძალიან მოკლედ დღეს ვფიქრობდი რა ტიპის შესავალი გამეკეთებინა დღეისთვის, რადგან წინა შეხვედრაზე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე როგორც ჩემს შესახებ და მე ძალიან მიხარია, რომ ფორმატი ჩვენი სალონური შეხვედრების არის ხელმისაწვდომი სოციალურ ქსელში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ჩანაწერი მოხდეს ჩვენი სალონური შეხვედრის, რომ მეტმა ადამიანმა შეიტყოს ეს ინფორმაცია და გაგვიცნოს ჩვენ. და გუშინ წინ ღამე რაღაცებზე ვფიქრობდი, ჩემს გეგმებზე, ჩემს პროექტებზე და უცებ ესე ვთქვათ, ალბათ ყველას გვაქვს მივიწყებული ნივთები და ირმა ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი, ნივთები, რომელიც სახლში შეიძლება რომ სადღაც დიდი ხანი დევს უკვე უჯრაში და აღმოვაჩენთ და უსვავ ჩვენთან შეკითხვას, რომ ნეტა ეს რა არის, რაც გვახსენებს, გვჭირდება თუ არა ეს ნივთი და ზუსტად აღმოვაჩინე გეოგრაფიის სახელმძღვანელო მე-10 კლასის, რომელიც დღეს საქართველოში საჯარო სკოლებში და მათ შორის კერძო სკოლებშიც ისწავლება აღნიშნული სახელმძღვანელოთი. ეხლა რატომ გეოგრაფიის წიგნი? ამ გეოგრაფიის წიგნის ავტორი გახლავთ ჩემი უნივერსიტეტის, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, არაჩვეულებრივი ლექტორი ზურაბ ლაოშვილი. და 2021 წელს, 22 წელს უფრო სწორედ, როდესაც მე ახალი ემიგრანტი ვიყავი ამერიკაში, დამიკავშირდა და მან გადაწყვიტა, რომ მე-10 კლასის სახელმძღვანელოში, სადაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის ინფორმაცია მიგრაციის შესახებ. ანუ, რას ნიშნავს მიგრაცია, ვინ არიან ემიგრანტები და მე არ ვიცოდი, რომ თურმე სკოლაში ეს თემა არის უკვე საკმაოდ აქტუალური და ამ ინფორმაციის შესახებ მომეწოდა ბატონმა ზურაბმა და მთხოვა, რომ თუ შეიძლება შენ, რადგან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სტუდენტი იყავი და მე ვხედავ, რომ შენ ახალი ცხოვრება დაიწყე, დღეს ხარ შენ ემიგრანტი, საკმაოდ ესე ვთქვათ, სტარტი გაგაღებული წარმატებისკენ, მაქვს სურვილი, რომ სკოლის სახელმძღვანელოში შენ შესახებ დავწერე. დიახ, ესეთი პატივი მერგო და ძალიან კარგი შედარება გააკეთა და აღმოჩნდი მე-10 კლასის სახელმძღვანელოში არნოლდ შვარცნეგერთან ერთად.
რომელიც ასევე იცით რომ არის ემიგრანტი და მისი ბიოგრაფია ალბათ მოგეხსენებათ რომ საკმაოდ წარმატებული როგორც კინოინდუსტრიაში ასევე კალიფორნიის გუბერნატორი გახლდათ რომელიც ემიგრანტი იყო გერმანიიდან ავსტრიიდან შემდგომ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად და მასთან ერთად აღმოჩნდი მეც ამ სახელმძღვანელოს ფურცელს თავი არის ისიც რომ რა სტატუსით ეხლა ამ მიგრანტები ვართ ყველა გარკვეული ყოველს ჩვენი დამსახურება გვაქვს ბუნებრივია როგორც ემიგრანტებს და 2021 წელს როდესაც ემიგრაციის ესე ვთქვათ პირველ ეტაპებს გავდიოდი ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ დამეწყო ჩემი საქმიანობა ამ ქვეყანაში და ჩამოვაყალიბე Georgian Space online პლატფორმა და ფაქტიურად 1 წლის იყო ეს კომპანია და ბატონმა ზურაბმა მომიხსენია სახელმძღვანელოში როგორც ემიგრანტი ახალ ეტაპზე ცხოვრების, ასევე კარიერული წინსვლის, საქმიანობის კუთხით და მაშინ უთხარი რომ ზურაბ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრე რომ აქ დააფიქსირე ჩემი ეს წამოწყება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს უნდა გამეგრძელებინა. გამეგრძელებინა, უნდა წარმატებით გამეგრძელებინა და აი პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა პასუხისმგებლობა ავიღე ამასთან დაკავშირებით. და დღეს მე ძალიან მიხარია, რომ ეს კომპანია უკვე არის 4 წლის. ძალიან ნელი სვლით, მაგრამ ნაბიჯებს დგავ ამ მიმართულებით. და აქვე ძალიან საინტერესო იყო, აღარც მახსოვდა ესეთი ფრაზა მაქვს აქ პატარა ჩემი ციტატა არის მოხსენიებული, რომ წავიკითხავ თქვენის ნებართვით. ამერიკა ყოველთვის ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. საკმაოდ დიდი ხნის წინ მიზნად დავისახე ოდესმე, თუნდაც დროებით, მეცხოვრა შესაძლებლობებით სავსე ქვეყანაში. ჩემი სურვილები გადამეყვანა ქმედებებში. ეს ჩემი მომავალია, რომელსაც თავად ვქნი. და დამეთანხმებით, ჩვენს მომავალს ნამდვილად თავად ვქნით და ძალიან ნიშანი იყო ჩემთვის დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემასთან, რადგან ჩვენ ვართ ემიგრანტები. ჩვენს მომავალს ჩვენ თვითონ ვქნით და ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა, საკუთარი თავის განვითარება და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს ნატალია უმლაურწუართან ერთად მივიღოთ თერაპიული გამოცდილება ამ მიმართულებით და როგორც გაქვთ ინფორმაცია, დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა არის როგორ ვიზრუნოთ სხვებზე საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე. ნატალიას ემიგრაციაში რთულია. ნამდვილად. ხშირ შემთხვევაში. სანამ ნატალიას გადავცემ სიტყვას და თვითონ მინდა რომ წარდგეს თქვენს წინაშე, მოგვიყვეს საკუთარი თავის შესახებ, გაგვეცნოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სალონური შეხვედრები ზუსტად იმ ფორმატით შედგება, რომ ეს არის თავისუფალი საუბრები, გავისაუბროთ, კითხვა გექნებათ, აბსოლუტურად ღიად შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. აქვე პატარა ჩართვას გავაკეთებ. ჩვენი შეხვედრები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის თქვენი დამსახურება, რომ ეს პროექტი გრძელდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის. აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მარიამ გავიტაშვილს, რომელიც დღეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი შეხვედრა დარჩეს სამახსოვროდ.
ფოტო გადაღებას უზრუნველყოფს მარიამი არის დამწყები ფოტოგრაფი და დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს ემიგრაციაში იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით რომ აი ეს ყოველდღიური ნაბიჯი ჩვენი კარიერული განვითარებისთვის ნამდვილად დაფასდება და დარწმუნებული ვარ რომ მარიამიც მიაღწევს წარმატებას ასევე როგორც ყოველთვის და არასდროს არ დავიღლები იმაზე საუბრით რომ ჩვენ ყველა აბსოლუტურად ყოველ ჩვენ შეხვედრას ეს არ აქვს მნიშვნელობა სალონური შეხვედრა არის თუ სადმე ჩვენ ქართველების ესე ვთქვათ networking event-ებს ვესწრებით თუ არ აქვს მნიშვნელობა სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენი ქართული ტრადიციული ღვინო Georgian vintage რომელიც აწარმოებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დუგლაძის ბრენდის ღვინის დისტრიბუციას და ნუ არ ვიცი განსაკუთრებით მიყვარს მე ტვიში ნახევრად ტკბილი ღვინო რომელიც არ ვიცი სახლში მაცივარში სულ არის ჩემთან და განსაკუთრებით ჩემი მეგობრები როცა მოდიან ყოველთვის ჩვენ მივირთმევთ აი ამ არაჩვეულებრივ ქართულ ღვინოს დიდი მადლობა პაკოს ამისთვის იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ის რომ ჩვენ მარტო მეგობრები არ ვართ ჩვენ ერთმანეთს მხარს უჭერთ ყველა ჩვენს პროექტში ჩვენს წამოწყებაში და ვფიქრობ რომ ამითი ჩვენ უფრო ძლიერები ვართ აქვე მინდა კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება Georgian Space-ზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ალბათ ყველა მიცით და ჩვენ პირველ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ სამწუხაროდ მარტის თვეში მე ონკოპაციენტი გავხდი და ეს ჩემი ნებისმიერი წამოწყება რა თქმა უნდა თქვენთან ერთად ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ჩემი მეგობრებთან ერთად ეს უდიდესი მხარდაჭერა იყო და არის და უდიდესი мотиваცია არის იცით თქვენ რომ სალონური შეხვედრებზე დასწრება არის თავისუფალი და სურვილის მიხედვით, ვისაც აქვს არა მარტო ადგილზე სალონური შეხვედრაზე დამსწრებ სტუმარს, ასევე ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს სიმსივნით დაავადებული ქართველი ემიგრანტების პროექტში, რომელსაც ძალიან მალე ასევე გაგაცნობთ. ამისთვის ვემზადებით, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ ფაქტიურად ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი мотиваცია ამ პროექტის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენ ყველა ერთად დავეხმარებით. აქ გვაქვს ძალიან ბევრი ვიფიქრე რა ფორმით შეგვეძლო მონაწილეობის მიღება ამ პროექტში და ვცდილობ რომ მაქსიმალურად მოქნილი ვიყო იმ გულისხმობ იმ თვალსაზრისით რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრების დროს შეგიძლიათ მხარდაჭერა გამოთქვათ ამ პროექტის მიმართ და ასევე ჩვენ ეტაპობრივად უკვე საკმაოდ ბევრი ვართ და დარწმუნებული ვარ კიდევ გავიზრდებით და სურვილის შემთხვევაში Georgian Space Community უკვე შეიკრა ეს იქნება საზოგადოება, ზუსტად აი ამ ჩვენი ურთიერთობების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ყოველთვიურად თქვენი კონტრიბუცია განახორციელოთ, ანუ გულისხმობ როგორც ერთჯერადაც, ასევე ყოველთვიურად. ამისათვის სპეციალური აპლიკაცია შექმნილი არის, რომელიც დარეგისტრირების შემთხვევაში ავტომატურად თქვენი ანგარიშიდან ჩამოიჭრება თანხა და რა თქმა უნდა ჩვენ ნებისმიერი პროექტი, რომელიც დაიგეგმება, აუცილებლად ამას ერთად გავაკეთებთ. თითოეული თქვენთაგანი იქნება ამ პროექტის მონაწილე. და მე მინდა, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ ამ პროექტების წარმატებით განხორციელება. დიდი მადლობა. ნატალია, გაგვეცანი თუ შეიძლება თერაპიებს, როგორც წესი ვიწყებთ ხოლმე grounding-ით. და თუ თერაპია არ ტარდება, მეც ჩემ თავს grounding-ით ვიწყებ. grounding-ს ზოგი ქართულად დამიწებას თარგმნის, ცოტა სხვა არასასიამოვნო სიტყვაა ჩვენთვის, ამიტომ ამ შემთხვევაში მოდი გამოვიყენოთ ეს grounding.
grounding არის ჩვენი სხეულის შეგრძნება. როგორ ვსივართ, როგორ ვეხება ჩვენი ფეხები ატაკს. ხდება ამ ნაწილში. შეიძლება გრძნობდეთ სისხლის მიმოსვლას. ზოგადად პოზიცია შეიცვალეთ. შეიძლება გრძელით, რომ ეს ფეხი გადადებული ამდენი ხანი დაძაბულობა იყო და ჭიმულობა იყო, დაგიბუშდათ, სახსარი ეთკინათ, არ ვიცი, ხები, ბეჭები, რომ წამოვიდეთ ზემოთ, ვიგრძნოთ როგორ ვეხებით სკამს. ჩვენი სიმძიმე სხეულის საყრდენი ხერხემალი რაც არის. ხები თავისუფლად. თუ კი დავჯდებით მეტლის ფორმას ვეძახით ამას გეშტალტში. თუ კი დავჯდებით ისე საჯდომი ოდნავ უკან, ეს ნაწილი ოდნავ შეწეული, უკვე ჩვენი ხერხემალი ისეთ მდგომარეობაში, რომ მთელ ზედატანს იჭერს და არ გჭირდება მხრების კუნთების ხარჯზე დაჭერა. აწყვობილია მძივივით ეს ყველაფერი. ხელებით თავისუფლად მოძრაობს ჩემი, არ მაქვს სიმძიმე და დაძაბულობა. ფეხებიც რომ დამჭირდეს თითებით, ახსრები ყველაფერს თავისუფლად ავამოძრავებ. უნებრივია კონტაქტიც მაქვს თქვენთან. ამის მერე როგორც წესი ვაკვირდებით რა ხდება ჩემში. სადმე რამე ემოცია ხომ არ არის, რაღაცა ხო არ არის, რაც მატუხებს. და მინდა გითხრათ, რომ აი ამ ნაწილში არ შევეხო მიკროფონს, აქ ვგრძნობ excitement-ს, აღელვებას. და ეს აღელვება ძალიან ნაცნობია, იმიტომ რომ მოდის ხოლმე ჩემთვის შიგნიდან გარეთ მოდის ეს ენერგია, როცა მინდას ვეხები, ნანოკამა ახსენა თავისი წამოწყება, ხო, როგორ შეახსენა ლექტორმა და პასუხისმგებლობა იქ, სადაც იქ უნდა დაემატა. მაგრამ ეს მინდა იყო, რომ უნდა და ამზე გაკეთება. მე მარიამზე გადავედით, რომელიც დამწყები ფოტოგრაფია, ალბათ სხვა სფეროდან მოვიდა, არ ვიცი მისი ისტორია, მაგრამ მარიამს რო შევხედე, სახე შეეცვალა, როცა ფოტოგრაფიას შევეხეთ და აღვნიშნეთ, რომ იმ საქმეს აკეთებს, ესე იგი, რაც უნდა, მას უნდა, მინდა, მისი მინდა არის და არა ის, რაც უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ გადარჩეს, იმიტომ რომ შემოსავალი ქონდეს, იმიტომ რომ ვიღაცის წინაშე პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს აღებული. ამიტომ აი ეს ჩემი მღელვარება, ეს არ არის შიში, დისკომფორტი, უხერხულობა, ეს არის ენერგია, წყარო ჩემთვის, რაც ახლა მე ამ ჩემი მინდა იფურჩქნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მინდა ამ ამპლუაში ვიყო ადამიანების წინაშე, როგორც გეშტალტ პრაქტიკოსი, გეშტალტ თერაპევტი და ვიღაცისთვის რაღაცა გავაკეთო დამხმარე. ერთი სიტყვა ისეთი შეგაწიოთ, რაც დაგაფიქრებთ, რაც შეიძლება კი არ დაგაფიქრებთ და ჩაგაღრმავებთ საკუთარ თავში, არამედ პირიქით სიმსუბუქეს მოგწონთ. თურმე ეს ყოფილა, ან ნახეთ რა ხდება და დაიღვიძოს ცნობის მოყვარეობამ ჩვენში შიგნით რა ხდება. მე მინდა ეს მუხტი შევინარჩუნო და გთხოვოთ აქედან არ ვიცი დაიწყოთ, ითხარით თქვენი სახელი და აი ეხლა ამ მდგომარეობაში თუ შეგიძლიათ ამოიცნოთ რას გრძნობთ. შეგრძნება, რაღაც შიგნით რა ხდება. შეგვიძლია არ დავიცვათ თანმიმდევრობა და ვინც მზად არის იმან თქვას. მე და ყოლა ინსკრის. სიმშვიდე გაქვთ ამ სახელია თამარი. ეხლა გრძნობ მუცლის არეაში პეპლებს, სიხარულს და სიხარულს. მოგეცალმებით, მე მქვია ნანიკა, მადლობა მოწვევისათვის. წარმატებებს ვსურვებ ამხელად. მე გულის არეში ვგრძნობ სიმშვიდის ენერგიას. ყველას მოგესალმებით, მე მქვია მარიკა.
მადლობა მანიკამ შესანიშნავი საღამოებისთვის. მე სხვადასხვა გონკერდის არეში როგორც თამარმა აღნიშნა პოპულებით რაღაც აფორიაქებული ვარ, ოღონდ დადებითი აფორიაქება მაქვს, რაღაც ვიცი, რაღაც საინტერესო უნდა გავიგო და ჩემთვის წასაგებია. მეც გავიმეორებ, მე მქვია ხათუნა, მარიკას დავეთანხმები, მეც გულის არეში ვცნობ ხა რაღაც აღელვებას და თითქოს აჩქარებას და რაღაც ინტერესი მაქვს, რას მოვისმენთ დღეს და რა ახალს რას გავიგებთ და როგორ გამოვიყენებთ შემდეგ ამ ჩვენს ცხოვრებაში, თქვენგან მიღებულ ცოდნას. მადლობა მანუკას კიდევ ერთხელ არჩევი ორგანიზებისთვის და შეხვედრისთვის. მე ვგრძნობ ძალიან დიდ ცნობის მოყოლებას და სიმშვიდეს ამობრალად გულის არეში. მადლობა. მოგესალმებით, მე მქვია სოფო. პირველად ვარ ნანუკას ღონისძიებაზე, მაგრამ მგონია, რომ ყველა თქვენგანი ჩემი ძალიან ახლობელია. ყველგან ეს განცდა მაქვს, სადაც მივდივარ, დამსწრე საზოგადოება, ყველა ჩემი ახლობელია, ყველას ვიცნობ. ვგრძნობ რას, სიმშვიდეს ვგრძნობ. ვგრძნობ მეც რაღაც დადებით. ძალიან მომეწონა ნატალია, მქონდა შესაძლებლობა ნატალიას გავსაუბრებოდი. ძალიან მშვიდი ადამიანია, რომელიც თუმცა არ იყო მშვიდად, აი განიჭებს სიმშვიდის განცდას და ვიცი რომ აქედან ბედნიერი წავალ. მადლობა. გამარჯობათ, მე ვარ ანა, მეც თევზაძე და მეც პირველად ვარ თქვენთან ერთად და ძალიან მშვიდად და გახარებულად ვზივარ და ველოდები თქვენს საუბარს და მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ ამ დილას. ჩემს ემოციებს ცოტა განსხვავებული ვარ, მე მგონი, აი ბეჭებსა და კისრის აი ამ ნაწილში რაღაცნაირი ცოტა სიმძიმის და აი დაჭემლობის განცდა მაქვს ხოლმე და როგორც წესი, როცა რაღაც ახალ აუდიტორიასთან და გარემოსთან მიწევს ურთიერთობა, რაღაცნაირი უცნაური ესეთი სიმძიმის, თითქოს დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნებას გრძნობ. ჩემთვის უჩვეულოა. მაგრამ აი დაკვირვებული ვარ, რომ ასე ხდება სისტემატიურად, რაღაცნაირი, თითქოს მაჩვენებელია თითქოს ჩემი რაღაც დამოკიდებულების. მადლობთ. მადლობა ყველას. ჩვენ რო ეხლა თერაპიულ პროცესში ვიყოთ, თითოეულთან შევჩერდებოდი და უფრო მეტად მოვითხოვდი, რომ აბა ეს როგორ ხდება, აბა ამიხსენი. მოდი გავახმოვანოთ ადამიანი რო იყოს, რომ შეძლოს საუბარი ამ თქვენს ემოციას, როგორია რა ფორმა, როგორი ტექსტურა აქვს, როგორი თბილია, ცივია, ხო, ტემპერატურა. ამ ყველაფერს უფრო სიღრმისეულად ჩავყვებოდით და აუცილებლად ამოიზრდებოდა აქედან ჩვენ ვამბობთ ხოლმე ფიგურას, რა არის თქვენთვის აქტუალური. ეხლა რასაც ვთქვი, ერთი კითხვა აქვს, მაგალითად, სახელი თეონა. მაგალითად, თეონას შემთხვევაში მე ძალიან მაინტერესებს, როგორ ხდება თეონას შემთხვევაში ის, რომ გრძნობ სიმძიმეს, ხო, აი კისრიდან აქამდე დაჭიმულობა, აბა ხაი გაიხსენეთ, რომ ეს შეგრძნება, ხო, მე ამას გრძნობ, ხა მოჭიმულობას და როგორ ელაპარაკება გვიხილეს. შეთანხმებული სახით კი არ მეუბნებ, რომ ეს ჩემი ბუნებრივი მიმიკა სახეზე ხო გამომეტყველება და ასე რასაც გამოვიყენებდი სხეულებრივად, აი ეს იქნებოდა ძალიან ტკივა ის მხრებს გავამოძრავდი და ვიღიმეს თეონა. ეს ძალიან საინტერესოა და თეონასთვის რაღაცის თქმელია. ამას რომ თერაპიულად ჩავყვეთ თეონასთან იყოს თერაპიული ურთიერთობის საშუალება, რომ რაღაცას აღმოვაჩენთ. და არ არის გამორჩეული, რომ თეონამ აღმოჩინოს ისეთი რამ მასში, რაც აქამდე არ იყო დიდად ფოკუსში მოქცეული და არ ეგონა, რომ ეს ამას ვაკეთებ, ხო, იცი რა, მე ესე ვცდილობ რაღაცის შებუთვა, შელამაზებას, გაიოლებას, შემსუბუქებას. ამ სიმძიმეს ესე ვერ გავუძლებ თუ არ შევეთამაშე და ესე ხუმრობი თუ არ შევხედე. ბევრი ვარიანტი შეიძლება გამოვიდეს. ერთი რაც მინდა რომ წინასწარ ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ არის ის, რომ მე რაც ვიგრძენი არის ესე თითქოს ჩემზე გადმოადეთ ეხლა მთელი პასუხისგებლობა, აი რას გვეტყვი და მოლოდინი და რომ ისეთი რაღაცა უნდა გითხრათ, რომ აქედან გაგიშვათ ღვთაშესხმულები, რაც ძალიან მინდა მეც, მაგრამ
მე ჩემი მიმართულება არის გეშტალტ თერაპია. გეშტალტ თერაპია არის მთლიანად დამოკიდებული ფენომენოლოგიურია. რას ნიშნავს ეს, რომ თქვენ თვითონ პაციენტები, ჩემ პაციენტებს არ ვამბობ, კლიენტებს ვამბობ. თქვენ ქმნით თერაპიულ პროცესს ჩემთან ერთად, თერაპევტთან ერთად. მე გეხმარებით მიგინათოთ და დაგანახოთ ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ თვითონ ვერ ხედავთ ბევრი მიზეზის გამო. ამიტომ, როცა კითხვასაც რომ დამისვამთ, არ გქონდეთ მოლოდინი, რომ მე პასუხს გაგცემთ იმ კითხვაზე. მე შეიძლება შემოგიბრუნოთ კითხვა. მე შეიძლება თუ მაინც და მაინც იმიტომ რომ ეს არ არის თერაპიული პროცესი და აქ შეიძლება ვერ იქნას თავი კომფორტულად, რომ სიღრმეებში ჩავიდეთ, მაგრამ მე შეიძლება ჩემ პასუხში რამოდენიმე ვარიანტი მოგიტანოთ და გავშალო ჩემ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემი კლიენტებიდან გამომდინარე, რაც მისწავლია იქიდან გამომდინარე. ამიტომ თუ კი რაღაცა გაინტერესებთ, მე მინდა რომ თქვენი მოლოდინები აქვე, ესე ვთქვათ, გავაშიშვლო და გითხრათ, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ თერაპიულ პროცესში ორნი ვართ. წამყვანი ხართ თქვენ, მე ვარ თქვენი დამხმარე. ფორმატი რის საშუალებასაც მოგცემს, ისე გავაკეთებ, ხო? თავისუფლად შეგვიძლია დავიწყოთ კითხვების დასმა, ერთ თემას გავაგრძელებ, რადგანაც არჩეული თემა, ასე ვთქვათ, ემიგრაცია, თვითმბრუნვა, ემიგრაცია ხშირად ახლავს მინდას და უნდას ჭიდილის. ბევრი ჩვენგანი აქ არის, იმიტომ რომ უნდა წამოსულიყო და უნდა ეტვირთა გადამრჩენელის როლი ხშირ შემთხვევაში. შეიძლება ეს ყველაფერი კეთდებოდა იმ ეგიდით, რომ მეც მინდა, მაგრამ უნდათი იყო პროვოცირებული და მხარდაჭერილი. ან შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალა და აღმოჩნდა რახანა გვართ. რახანა ყოვლისშემძლე ნანუკამ აღნიშნა, რომ შესაძლებლობებით სავსე ამერიკაში ვართ, შტატებში. რაღაცნაირად შეიძლება უხილავად გვადებენ და გვეკისრება ვალდებულებები. ან ჩვენ გვაქვს მიდრეკილება, რომ ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე საჭიროა. და ამ ყველაფერში გვაწყდება ჩვენ რა გვინდა. ეხლა თეორიული ნაწილიდან რაც მინდა გითხრათ, რომ განსხვავება დაინახოთ უბრალოდ. როგორ მუშაობს გეშტალტი მინდასთან და უნდასთან სხვა თერაპიულ მეცნიერებთან განსხვავებით, აი მაგალითად ფსიქოანალიზი, რომელიც საფუძველია ყველანაირი თერაპიული ანალიზის, მიმდინარეობის მინდა იქ არის ინსტინქტი. რაღაც ცხოველურ დონეზე დაიყვანება, რომლის დაკმაყოფილებისთვის ადამიანი იბრძვის ბუნებრივია და ეს მოთხოვნილებების იერარქიაში პირველ საფეხურზე არის. და უნდა არის, ეს არის სუპერეგო, ანუ მინდა არის იდი, ego სუპერეგო, ახლა მე ფროიდს გახსენებთ, თქვენ არ ვიცი რა შეგჭირდებათ, მაგრამ შეიძლება მე მინდა დემონსტრირება, ვიცი თქვა გითხრათ. სუპერეგო არის, რომელიც არის აკონტროლებელი, რომელიც გეუბნება უნდათი გელაპარაკება. ეს უნდა გააკეთო, ეს სწორია, ეს არასწორია. ეს როგორ გააკეთე, შეიმინგი რაც როცა ხდება, ხო? და გეშტალტი ეს არ უყურებს, ეს დაყოფილი სტრუქტურიზებულად არ არის. გეშტალტი უყურებს, რომ და ეგო არის, რომელიც მომრიგებელი არის ამ ორ შორის ფროიდთან და გეშტალტი უყურებს, რომ აი აკვირდება სხეულს და დიფერენცირებას აკეთებს. ეხლა მე კი მაქვს ვალდებულებები, მაგრამ ამ დროს ეს მინდა. და რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს უნდა და მინდა მოვალაპარაკო ერთმანეთს, შევახვედრო ერთმანეთს. ავტომატურად ინსტინქტის დაკმაყოფილებაზე კი არ ვიყო აქცენტირებული და რაც მინდა ყველაფერი გავაკეთო. მაშინ სად არის ადამიანობა, ხო? მაშინ არის რითი განსხვავებით ცხოველისგან, თუ კი ინსტინქტის დონეზე დავედით. როგორ შეიძლება, როგორ მოვიძებნო მე ეს რესურსები ჩემში, რომ უნდას გათვალისწინებით და სრულად მისი დაიგნორების გარეშე მე შევარბილო ეს ურთიერთობა და მაინც ის მივიღო, რაც სიამოვნებას მომანიჭებს. მე მგონი ირმასთან საუბრობდით, ან კატოსთან, აღარ მახსოვს ახლა. ძალიან ხშირად ეს უნდა, რომელიც რთულია და მძიმეა, გვეხმარება მინდას მიღებაში.
მე თუ ძალიან მინდა რომ 50 წლის ასაკში ისეთი ფინანსური მდგომარეობა მქონდეს რომ სოფიოს გარშემო ვიმოგზაურო ესე ვერ დავჭდები და ვერ დაველოდები. აქ უკვე ერთვება უნდები. უნდა ვიმუშაო, უნდა მოვიფიქრო რაღაცა, რაც ამ პირობას შემიქმნის, ხო? მიყავს იქამდე, რომ ჩემი მინდა დავეკმაყოფილო. შესაბამისად, ძალიან ხშირად ეს უნდა არსებობს ესეთი ცნება, სხვათა შორის ფსიქოლოგიაში, now for next. ეხლა აკეთებს რაღაცას იმისთვის, რომ შემდეგში იქ იყო, სადაც გინდა, იმ მდგომარეობაში იყო, რაც გინდა, ხო? შესაბამისად, ეს უნდაც არ უნდა მივიღოთ და არ უნდა გავითვალისწინოთ, არ უნდა დავინახოთ ისე, რომ რაღაცა მონსტრი არის. აუცილებლად ის ცუდი დასწავლელი იმ პროექტებია, რაც არ გვადგება. ბევრი რამეა, რაც დღეს აღარ გვჭირდება, იმიტომ არის, რომ ხანდახან ხშირად კონკრეტულ სიტუაციებში თავს გრძნობთ როგორც ჩიხში, არ ვიცი რომ აი ვერ ხედავ გამოსავალს, იმიტომ რომ მე ერთი გზა მაქვს დასწავლილი კონკრეტულ პრობლემასთან გასამკლავებლად და სხვა რაღაცები რომ დავინახოს პალიტრა, ხო, ჩემი რესურსების, ამის დანახვის უნარი არ მაქვს. იმდენად ძლიერია ეს იმ პროექტი. იმ პროექტია მაგალითად უკეთესი უნდა იყო ვიღაცაზე. რა მოხდა რომ ცოტა ნაკლები ვიყო? იმიტომ რომ ეს უკეთესი იყო ვიღაცაზე, მე შეიძლება ჩემგან იმდენ რესურსს მოითხოვდეს და იმდენ რთული იყოს ამის შესრულება, რომ ცხოვრება მიღმა მრჩება და ვერ ვიღებ სიამოვნებას. აღარ მიხარია, აღარ მინდა რომ ძალადო ჩემ თავზე, უნდა ვაჯობო ვიღაცას. რატო? რას მაძლევს? და მე იცი, აი ეს როცა იმ სიტუაციაში მithos რომ უნდა ვაჯობო მაგალითად ჩემ კლასელს რაღაცა ხო შეჯიბრში, სპორტში ან ასე შემდეგ. მე ეს მოდელი ავტომატურად გადამაქვს ბევრ რამეზე და აი სულ უნდა ვიყო უკეთესი და ამ დროს არის სიტუაცია, სადაც ხო, აი ამ ნაწილში მინდა რომ ჩაგიწევ. კი, აუცილებლად. რომ ერთადერთი ადამიანი ვისაც უნდა ვააჯობოთ, ეს არის დღევანდელი ეს ჩემი თავი და ხვალ ჩემი თავი. რაღაცნაირად სულ აი იმ ცხოვრების რიგით ვარ ჩამოვჭერ, ერთი განუზომო ჯიბრში ვარ, რომ აი ცოტა მეტი შედეგი დავდომები გავაკეთე. ის თუ არა ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ადამიანისთვის რომ აქვს მსაუბარ და мотивация რომ რაღაც ნაბიჯით წინ იყოს, აი გუშინდელთან. შემდეგ კიდევ ეს თანახდება იმას, რომ დავუშვათ ვინმე არის. შეიძლება ეს იყოს ეს პროგრამა, მაგრამ ნახეთ ჩვენ ბუნებრივად ჩვენ მიმართულებრივად განვითარების და ვითარდებით. რომ გავიხსენოთ ჩვენი განვითარების ციკლი, იმიტომ დედაზე დამოკიდებული მდგომარეობიდან მივედით იქამდე, რომ დამოუკიდებლად ჭამსვამ არსებობს მოძრაობა, ხო? ბუნებრივი ციკლი არის, ამიტომ ეს უკვე განვითარება ჩვენში დევს, მაგრამ თავარი არის როგორ ვაწვდი მე ჩემ თავს ამ განვითარების ვალდებულებას. აი ხო, აი ხა შენ როგორც თქვი მაგალითად, ხო, უნდა უკეთესი ვიყო გუშინდელ თეონაზე. მაგალითად, ხო? და ხო, უკეთესი უნდა ვიყო, დღეს ვარ და გუშინ ვიყავი. და როგორ შევწყო დღეს ეს, იმიტომ რომ არ მაქვს რესურსი ამისი დღეს. შეიძლება ეს ტრაგედია ჩემთვის ერთი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მეც მან თქვა, რომ აი ვიმყოფება ის, რომ არ ვაჯობე დღეს საკუთარ გუშინდელ თეონას და დღეს იგივე თეონა ვარ, რა მოხდა მე? ეგ არის მიმღებობა. მაგას მოაქვს სიმშვიდე. მაგას მოაქვს ის, რომ აქ და ამჟამად აქ ცხოვრობ და არ ხარ პროგრამაში ჩართული, რომ უნდა აჯობო. არ ხარ race როგორ არის ქართულად შეჯიბრში, ხო? არ ეჯიბრებ, ძალიან ხშირად მოაქვთ კლიენტებს ანალოგი ციყვი, რომელიც დარბის ამ ზაზონას, ხან ციყვია, ხან ზაზონა, ხო? წარეზე რომ დარბის და დარბიხარ და აი მას ვაკეთებ.
როგორ ხდება რომ ვირჩერდები, ხო? განვითარებაშიც იგივეა ეხლავე თამა. შენ თუ შენს შენი განვითარების ტემპს მიაკრებ და აგდებ მხოლოდ იმით, რომ აქ და ამჟამად აკვირდები, რა მოქმედებს, რა მუშაობს, შენთვის და რა არ მუშაობს. რაც მუშაობს, იმას გამოიყენებ და რაც არ მუშაობს, it's okay. დღეს არ მუშაობს, შეიძლება 10 წლის მერე იმუშაოს. არა, აი მიიმღებლობა და არაჩვეულებრივი წიგნი წავიკითხე, საბავშვო წიგნი, რომელსაც მე გეტყვი და გირჩევთ ყველას. ერთ-ერთი ფრაზა წერა, ყველაზე რთული პატარა ბიჭი ამბობს, ყველაზე რთული როგორც წესი არის, რომ ჩვენ თავს ვაპატიოთო. მართლა ესეა. შენ თავს თუ ვაპატიებ, შენი თავის მიმართ კეთილი ხარ. შენი თავის მიმღებლობით იწყება სამყაროს მიმღებლობა. შენ თავთან აი თვითზრუნა, ესეც ერთ-ერთი თემაა. თვითზრუნა ზუსტად ეგ არის, რომ კი არ ვაძალებ ჩემ თავს, რომ დღეს ერთი რაღაცა ისეთ გავაკეთე, რომ უკეთესი ვიყო აპრიორი. არა. დღეს მოდი მე უკეთესი ცირითი ვიქნები, რომ უფრო მოვუსმენ, მეტად მოვუსმენ ჩემ თავს, მეტ სიყვარულს ვაჩვენებ ჩემ თავს და ამით ბევრად წინ წავალ შემდეგ დღეებში. და არ ძალადობ. პირიქით ხარს ვჭერ. აი განვითარება უნდა მეხსენებინა აუცილებლად. ახლა მაშინ სად არის განვითარება? თუ აი დისციპლინას და შრომის it's step by step moves there's now for next place quicker machine to mention thoughts that's a which prepare shit when does it show us better ancient house and flowers and all this mother did show us არეულობას და ნერვულობას მაძლევს, რომელსაც სხვაზე ვიწყებ შეტანებას. ეს პოდკასტის მატერიალი. ჩემ თავთან შვიდად ვარ და კარგად ვიცი ჩემ თავს ვედარი. აბა სად არის აი მაინტერესებს განვითარება მაშინ სად არის თუ არაფრის არჩევს არც არავის არ თუნდაც ვეჭირები. აი ეს კითხვა. ფორმულირებაზე გავაკეთე. ძალიან საინტერესოა თამარი მე მეკითხება აბა სად არის აბა მითხარი სად არის მაშინ და ნახე როგორ ძალიან კარგი თერაპიული საკითხია იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მეკითხებ თამარი აბა შენთვის როგორი არის ეს აბა მითხარი მას ნიშნავს განვითარება შენთვის და მეტყვა და აიცი რა დღეს ესე ფანტაზირებ ახლა შეიძლება ხო რა ეხლა დღეს თუ სიტყვაზე ომის კლება დღეს თუ არ 58 კილო ხარ იქნებოდი 57 და 500 აი ეს არის ნაბიჯი წინ რაღაცა წარმატება ხო ანუ აღმოჩნდება მე შეიძლება მე ფანტაზირებ იმიტომ რომ ხა არ მივდივართ იმაში ციგნებში რომ არის ადამიანები რომელსაც სჭირდებათ აი ეს საზომი იცი იმიტომ რომ ასე აქვს დასწავლილი ეს მე იმისთვის რომ მე ვაკონტროლო სიტუაცია ვიცოდე სად ვარ, ჭირდება საზომი ერთეულები. რაღაცაზე უკეთესი რო ვიყო, ხო? გადავიტანო ეს გავზომო, ასე ვთქვათ. მეც ესე ვიყავი ძალიან დიდი ხანი. თუ შენ თუ ერთი წიგნი მქონდა წაკითხული, ხვალ 3 უნდა მქონოდა. რაღაც 7 საათამდე, რაღაცა დრომდე. მაგრამ ეხლა მაგალითად აი მე ჩემო თერაპევტმა მკითხა რომ როგორ ხდება ეს წარმატების გაზომა შენთან და აღმოვაჩინე რომ თუ მე ეს ხდება შიგდაკმაყოფილების ხარჯს. ანუ მე ესე დავჭდები და ვეთქვი ჩემ თავს რომ შევისუნთქავ 4 თვლაზე 5-6-7 ვაჩერებ, მერვეზე ამოუშვებ, რომ ეს ზედმეტი რაღაცები მოვიშორებ. აბანად ახლა მე უკეთესი ვარ თუ უარესი ვარ როგორი შეგრძნება ამან რა ხდება ჩემში და მე ჩემს ხეულზე ჩემი შეგრძნება მე უბნება უკეთესი ვარ თუ უარესი ვარ და რატო ვგზნობ თავს უკეთესად ან უარესად ამაზეც პასუხი მოდის და შეგეთ ვღრმავდები თუმცა ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად არის რაღაცები რაშიც მეც მჭირდება რომ ვხედავდე
ვიზუალურ ცვლილებას, ფიზიკურ რაღაცას, რაც მაჩვენებს პროგრესს. ახან გეშტალტში ვარ ძალიან ბევრს ვშრომობ და მინდა დიდი სურვილი რომ ჩემი სხეული შეგრძნებები იყოს ჩემი ერთადერთი ინდიკატორი იმის უკეთესი ვარ თუ უარესი ვარ. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უტყუარი იარაღი რაც ჩვენ გვაქვს. აქ ყველაფერი არის უმეტესობა არის რაც დაგვასწავლეს იმ პროექტებს ვეძახით, რაც ოჯახმა, სოციუმმა, კულტურამ გვიკარნახა და იმის გავლენით ჩვენ რაღაც ფიქრები გვაქვს, წარმოდგენები გვაქვს, რწმენები გვაქვს და ეს განკარგავს ჩვენ ცხოვრებას ძალიან დიდწილად. ის რომ ემიგრაციაში დღეს ჩვენ ვართ და არა ჩვენი და ან ძმა, ან მეუღლე, ან დედა, ან მამა, ან შვილი ესეც ზუსტად იქიდან მოდის, რაც საწყისი იყო ამ ყველაფრისამ და ამას აღარ უსმენ ხოლმე. მე როგორ ვცნობ თავს? აუცილებლად თვითმაყრილება ვარ. აუცილებლად მოაქვს ამას კმაყოფილების განცდა. განსხვავება იმაშია, რომ განსხვავება პროცესში არის. შენ ამ შემთხვევაში კონკურენცია მოდის ჩემთან, ეჯიბრები. ნატალიას ვეჯიბრები, მე იმაზე უკეთეს უნდა გავხდე და ჩემ თავს თუ ვეჯიბრები და ჩემ თავს თუ ვებრძვი, ვინ იქნება გამარჯვებული? საკუთარ თავთან ვინ ჭიდილში, ვინ გაიმარჯვებს? მაშინ ხო და როგორ ხდება, რომ არსებობს ძველი მე და ახლანდელი მე, ეს ხო ერთია. ეს ხო შენ ქმნი. არის ერთი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვცდილობთ, რომ განვითარდეთ, ვიზრდებით, სწავლეთ. ეს ხო შენ გქნი, დღეს ხო ამ ყველაფერმა მოგიყვანა, ეს ხო შენი ნაწილია. თერაპიის და განვითარების. ხო, აი განავითარე, ხო? განავითარე, თუ რაღაცა ერთი გამოსავალი გქონდა, ერთი რესურსი იყო შენ ხელთ და ამ რესურსს იყენებდი, დრომ გამოცდილებამ მუშაობამ საკუთარ თავზე შეიძლება თერაპიულმა ან ინდივიდუალურმა გაჩვენა, რომ მეორე რესურსიც მქონია და ამასაც გამევა. ეს ძველი მე, აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ უნდა აღარ უნდა ამ ძულთან შეხება. არ არის რაღაცა მიუღებლობა, ამას ხშირად არის, რომ dissociation ქვია, განრიდება ამ ძველი ნაწილისგან. ის არ თავს არ დაგანებებს, ის შენი ნაწილია. კი არ უნდა განაგდო პირიქით, აბა აი ბავშვთა რო ჩაიცუცქე მის დონეზე და აბა რა ხდება მითხარი რატო როგორ ხდებოდა აი როგორ იყო რომ აი ეს გაღიზიანებდა როგორ იყო რომ ამან შეგაფერხა როგორ იყო რომ ეს ისწავლე როგორ შეიძლება რომ ეხლა მოგეხმარო მოგეფერო და აი გამომყევი იმიტომ რომ შენი გამოცდილება მე მჭირდება ეხლა ჩვენ მიქცევები ძველი იმ დროს იმ მომენტში ზუსტად ის იყო რაც მაშინ საუკეთესო იყო ჩვენთვის. ისევე როგორც დღეს თქვენ სხვადასხვა სიტუაციაში როგორც იქცევით, არის საუკეთესო გამოსავალი თქვენთვის. საუკეთესო მორგება, კრეატიულ მორგებას ვეძახით ამ შემთხვევაში. სხვა საკითხია, კიდე არსებობს თუ არა ამ ქცევის პალიტრა და არსებობს, იმიტომ რომ ეს არის რესურსი, უნლევი რესურსი. აი ამის დანახვარი გაზრდა. ამის დანახვარი ჩემთვის შემძლეობა და უკეთესი ვარ თუ ისევ იმ ადგილას ვდგავარ, მაგრამ იმას წარსულს არ ვუვლები არ. იმას არ ვერჩი პირიქით, მადლობა, იმიტომ რომ იმან მომიყვანა დღეს მე აქამდე. იმან განაპირობა რომ მე აქ ვარ. იმან განაპირობა რომ მე ესეთი ვარ. იმან განაპირობა რომ თუნდაც ახლა პოზიტიურ კონტექსტში ვაგავ დისკომფორტი მაქვს და არ მომწონს რაღაცა და მიბიძგებს რომ შევცვალო, გამოვასწორო, ჰარმონიაში მოვიდე საკუთარ თავთან. აი ეს ჩემი წარსული გამოცდილება არის ის, რაც გამოძრავებს